მიაწე, კაცო, მიაწე. მოიცაკალო. შეყე, კაცო, შეყე. მოიცაკალო. ჩუბად ქცო მისოფლები არ გახვიცო. აიღე აგური. დაიკარგე ბიჭო აქედან. გადააგდე ბიჭო, ეკაკული, დაიკარგე აქედან. ხესად ჯანდაბაში დავყენებია ვიკლუჩეტელი. კრის სახლის კი არ გეკუთვნისო. გავხრებულ სარაეშის კი უთუსბირი მომთხოვეს მე მაგათი. აქა მშვიდობა. მშვიდობა ამ ოჯახს. ოჯახს არა ისა. გაცოცხლებულა საწყალი და სააქაოს ალაგებს. მიცვალებულზე რატომ ხუმრობას? აბა ხუმრობის მეტი რა დაგვრჩენია. შემოგვისახლეს მეზობლები. აფუ თამარა დაიდას ოთახი. ვინ არიან? ახალგაზრდა ცოლ-ქმარია ბავშვით. ის გვერდით ოთახი განთავისუფლდა? არა, ვიღაც შეასახეს. კოოპერატივი არ გინდა? შესატანი რამდენია? 7000 მონეტია. ნინო. მაგიდაზე დადი. წავედი გაკვეთილი დამესხოლდი. მოგიხერხებ რამეს? მხედრობამ ბარდავისაგან გაილაშქრა. ბედსა და შვესა ზედა ლაშასა მიხმართეს ბარდავად, დიდად და ძველად ქალაქად. აქ გაუმარჯვნიათ დიდი დავლისა და მრავალრიცხოვანი ტყვეებით დაბრუნებული. მერე თამარისა და ძისა მისის გაიწე გამატარე. გაატარე. მოწყალება გამოუჩენიათ და გზაშივე გაუთავისუფლებიათ 30000 ტყვე. ამის შემდეგ ქართველებს რამდენიმე მცირე მასშტაბის ბრძოლა გადაუხდიათ. ეს იყო უმთავრესად არა მომხდური მტრის წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ ლაშქრობანი მტრულად განწყობილი სასულთნოების წინააღმდეგ. ახლა არ ჩამოვთვლით მათ, ისტორიკოსები წვრილ ლაშქრობებს ეძახიან. მაგრამ ამასთან დაკავშირებით ერთ საკითხზე მინდა შევაჩეროთ ვენებოდა. ჩვენ მივეჩვიეთ იმ აზრს, რომ ქართველი ხალხი მუდამ საკუთარ მიწა-წყალზე შემოსეულ ერთს იგერიებდა და ის განუწყვეტელი ომები, რასაც იგი საუკუნეების განმავლობაში იხდიდა. ხალხი დასარბევად მოსულებს ებრძოდა. ეველი სართულია. ცირავდა საკუთარ. ვაჟა. სამსაკლია 15. რა ბრძანეთ? შენ არ მკითხე რომელი საათია? არა.
სადიდი ხარ? საბავშვო რედაქციაში. რა ბედნიერება, ბავშვობა, ახალგაზრდობა. არ მინდა ბატონო, არა. რა თავში ვიხლი ახალგაზრდობა? ყველაფერი თავიდან დაიწყო? უკვე დამთავრებული დაბეჭდილი წიგნი თავიდან წერო და რედაქციებში ვიწანწალო? შემეშვით უძო. მეტყვი რომელი სართულია? ყველაზე კარგი ის ასაკი არა ასაკი სასხარ. და რა ბედნიერებაა ბოლოს რომ იღლები. ადარა მოთხრობა. შემდეგ ნომერში დაგებერდა. კაცო, რატომ არ განცხადებას შენ წიგნზე? ჯერ მაგდენი მასალა არ დამგროვებია. მიკვის და გამკვირვებია. რა უნდა ამას? აიღო საკაღალდე, ჩადოში რამოდენიმე მოთხრობა, ჩაიტანო გამომცემლობაში, დაადო ერთი განცხადება და შეუტანო დირექტორს. ჩადგება საკაღალდე რიგში და ივლის მერე უშენო. რა უნდა ამას? წერალთა კავშირის წევრი რომ გახდე, წიგნები უნდა გამოუშვა დროზე. და წიგნები რომ გამოუშვა, განცხადება უნდა დაწერო დროზე. ბინასაც მიიღე დროზე. ბინის გამო შევიდე მწერალთა კავშირში? აბა როგორ გინდა? ბატონო ამირან, მომისმინეთ ერთი წუთი. ძალიან გთხოვთ, ერთი წუთი მომისმინეთ. ბატონო ამირან, გთხოვთ. თამა შენ მეძებდი? ხო, აქა ვარ დაბლო. საში ჩამოუშვით, თორემ არა მომიშვებენ. პასპორტი? კი, პასპორტი მაქვს. ხო, კარგი. კარგი, ამოვალ ახლა. უკანონოდ შესახლდა? ამიტომ დამირეკე სკოლაში მოდიო. კი. ძალად შეამტრია გარები. ფისნებურად შესახდა. ეგრეც ხდება? კარგი, ახლა ყველაფერი ხდება აქ. დაწერ განცხადებას, იმართავ აღმასკომს, განიხილავენ. გამოასახლებენ იმ ბინიდან და შენ მოგცემენ. გეკუთვნის. ეხლა ბავშვიანი ქალის გამომაგდებინებ ბინიდან. აბა რა გინდა? არაფერი. არაფერი. ელისოზე მაინც იფიქრე, როდემდე იცხოვრო სინესტიან ბინაში. რაო ექიმები რასეონები? ყველაფერი რიგზია. აი, ნუ იპრანჭე მეკიდა. ნერვიულ. მოივლება ყველაფერს. მაცალე რა ცოტა. განცხადებას არ დავწერ, თამას. ხო, ვიცი. არ დაწერ, არ წახვალ, არ შეაწუხებ არავის. შენ გონი არ ვიცი, რა ხასიათიც აგაქვს. ბინის რიგროდის გიწევს. რა ვიცი. ახლა წერენ, ახალ დაქორწინებულებს პირდაპირ ზარში უნდა ჩავაბაროთ, გასაღებია. ის დრო ხომ არ არის შედაელისო, გაეყარო და თავიდან მოაწეროთ ხელი. შანსი რო არ გავუშვათ, ხელიდან. მიდი. მოდივარ რა. მოყავს. მიდი. ბიჭო, კიდე დაგიჭირეს უბა. ო რა ვიცი, გადამეკიდა. შენ კიდევ გიტარით დადი ხარ ამოდონე კაცი. ო, აბა რა გინდა, ავტომატი დავიჭირო, რა? როიცა, შენთვისაც მოვიცლი. ათი კაპიკი მაიდა. მიდი რა ქალა საქმე ნახე რა.
აბა თავიდან დაიწყე. ჩემო კარგო ქვეყანა, რაზედ მოგიწყენია, აწმყო თუ არ აქ წყალობს, მომავალი შენია. მერე? თუმცა ძველნი დაგშორდნენ. ახალი ხომ შენია. წაიკითხე კიდევ 5 ჯერ და გეცოდინება. გამანებე რა თავი დავიღალე. დაუჯერე შენ მანერის ოდე ესა თუ რომ მე ვიცი შენი. უღრე შენ. ბანდიტი. თავხედო შენ. მოგძანდით ბატონო გოგი. შემოგძანდით. შეძლებოდა დუშმანი ძირფესვიანად მოგთხრიდა, მაგრამ დერსტრულად ხვდებოდა ძველი ქართლი და კოლხი. სად მუშაობს? წერალია. ცოცხალი? სულიგა? არა, რატომ? განყოფილება ავარია, დოქტორია. ექიმია? აგინ წერალიაო კაცო ვერ გავიგე. ცოლი ყავს? არა. იმიტომაც დადის ღილაწყვეტილი. რა? ხილი აქვს მეთქი აწყვეტილი, ეგ. არც ყოლია? არა. რატომ? ალბათ არ უნდოდა. დიდარია? პატივსანი კაცი როგორ იქნება მდიდარი? აბა ჩემსავით გაფხეკელი და უბინაო? არა, რატომ? ბინა კი მართლა ძალიან დიდი აქვს. რამდენი თახია? 4. ცხოვრობს რა ხალხი? ბაჟაზე რას ამბობს? შემსავით სახელიანი გახდებაო? ეგ ვინიცის წინასწარ. ნეტა შენ არი ბრანჯებოდა ელო. ბედი ჩაგვარდნია ხელში. იმას იმოტოლობინა რა თუნდა თქვენ კი აქ წყვდებით წელში და. მე შენ ადგილას. რაც შეუძლია გვეხმარება. ვაჟაძია ჯვაჭკები მომიტანე? კი. თბილისია? თბილისია. მე ხომ გითხარი საზღვარგარეთული მომიტანე თქო. საზღვარგარეთული ვერ ვიშოვე. ჯერ თქვენ ბინას არავინ არ მოგცემთ ელო. ისმინე. შენ და ვაჟა გაეყრებით. ფიქტიურად ახალო გაიგე? მე შენ გაყოფი ცოლა და გოგის. ხო, ისე ფიქტიურად. და კანონით ჩაეწერები გოგისთან ბინაში. მე გაეყრები ნაღდად გოგისა და ისე ვაჟას მოიყვან ცოლად, ქმრადაც. მე გოგის გაუყოფი ბინას და ვაჟა რომ ხალხში გამოჭენდება და ცოტა ფულს იშოვნის, აი ესე ნაწილ-ნაწილ გადაუხდით. სიბერეში გამოადგება, არავინ არ წავაგე. ამ ბინას კი მე დავიტოვებდი. დედაში, მიცხოვრო, ჭირიქა ხინიაკა. ფიქტიური გაყრა მაინც დაგჭირდება დგენაც. ის ბინა რომ არ დაკარგოთ აიკლდანში. ამ ბინას კი მე დავიტოვებდი ბებია თქვენი სიკვდილის შემდეგ. ეს როგორ? ელო, ბინა რომ მიიღო, ამას ჩამოგართმევენ და სხვას დაუპირებენ მიყიდვას და მე უნდა ვიბრძოლო. არაჯობია მიღების წინ გაეყაროთ. მე ვცოლად გავყვები ვაჟას ფიქტიურად. ბინას ვიტოვებ, ფულს ხელში გაძლევთ. მე კი გიბრუნებ ქმარს სახსალმაცსა. და იცხოვრეთ ქატო იქა ქვილი აქა. რა არის გაუგებარი? ამდენი გაყრა გამოყრა რა უბედურება. თუ ცხოვრება გინდა მეტიც უნდა ქნაელო. სოლიკოსათვის რო ირჯევი რა მოგთადრა, მაგას დანახვა არ უნდა. ძალიან კარგად აწხედავ. ეგრე მადლობელი ვარ შენი რომ. მაგ მოტრუქს სხვა ვინ ამეცადინებდა შენსგან. და ან ფული სად არის მაგდენი კაც? იმ ტრისტანმა კინაღამ რომ მომკლა და საანტყოფოში რომ მომაკითხა, აი ეგრე მეგონა ელო რომ სხვასთან მოვიდა მეთქი. დაწყვეტილი ვარ ქალი, მაღაზიაში ისევ რევიზია მიზის. ამოაქვთ არასული რა ელო რა აღარ შემიძლია. მაგრამ ჩემი შემშინებელი ჯერ არ დაბადებულა ელო. აბა რას ვაკეთებ? დაცემინებას აპირებ.
მაგარია. წედი დედა გენაცვალა სახში, იმაცადია. ბატონო გოგი, ეს ჩემი ძმის გამოხდილი არაყია, მიირთვით. შენ ძმა გყავს ლოლიტა? ყავდა და მამიკრეს. როგორ? როგორ და სოფელში მაგის დამშოშინებელი არავინ არ იყო. სულ ჩხუბში და აყალმაყალში ერია. ერთი სიტყვით რო იტყვიან, მაგარი იყო რა. ერთხელაც წინა დღის ნაცემი კაცი მოადგა კარზე და დაუძახა ბარნაბა. გამოვიდა ეს კაცი წელზე მოციშველი აესე ბალკონზე, ეგონა ხაშზე თუ მეპატიჟებიანო. გადმოიღო იმ კაცმაც ბერდენკა და არ რეკატყოია შიქშუბლში. დავარდნამდე არ დაყვასული. ახი იყო მაგასეთ. აკი მთელი სოფელი იძახო და ახი იყო მაგასეთ. ხმარები ნამდვილად მადლობელი დაგჭირდა. ახლო კაცია. ერთ სკოლაში ვასწავლეთ. შემოდი გაგაცნო. ჩემო ვაჟა, ეს ის კაცია, ვისაც ხეუბნებული. გაიცანეთ. გამარჯობათ. სამი ოთახია კი? ერთმანეთის ჯინაზე კარებს არც ერთი არ აღებს და ქაბუორტი გასაღები აბა რა მეკრა.
ძალოას გაუმარჯოს, ძალოას. მაკადეიდა როგორ არის? მადლობა, რა ვიცი. ეს დიდი ოთახია, მაგრამ აქ მაკადეიკა ცხოვრობენ. ესენი არაცვლიან. ესენი შენ მეზობლები დარჩებიან. ერთი გეკებათ სათავსი. პეპი არიან. ერთად დაიბადნენ და ერთად სასხომად გამოეკერებიან რა. იტოქში ეგოთახი და მთელი ეს ბინა შენ დაგჭება. წამოდი ახლა აქეთ. ესეც ერთი ოთახი. ხავსას გაუმარჯოს, ხავსას. როგორ გიკითხოთ, ბატონო ჩემო? მადლობ ნიშტია, რა ვიცი, ნელ-ნელა ცუდად. ერთ სიგარეტი გექნება რა. შენ რო სიგარეტი არის თქო ისე როგორ იქნება, ჰა? ცუდად ავარ ვერ გავედით ილას აყიდლად რა, დიდი მადლობა. წამოიხარ მეორე ოთახი ნახოთ. გამარჯობა დიასერგო. კაიფობ რა. აგიმარჯოს. ისე როგორ ახარ? ეს შევშაბოდი ჩენი იქნება. გამარჯობა პელაგია. გამარჯობა თუ გინდა. რასუნია, რასუნი? რასაკეთებ, ა? რასაც ხედა. ამასაც მასივშია. ოდიში? რობიზო, თუ შე ცოტა კართ გამოდი რა. აიჭირა საქმე დილიდან ვერ მოათავა. ოთახნახევრიანი, ჩეხური გელაპარაკები. მასივში. გდანი რაღა მასივია, შეკალო. მთელი ქალაქია იქ. მეც მანდა ვარ. ეგ სხვა ქალაქია, რომელსაც ქვია გდანი. მიდით, თავისუფალია. ხვიბიში დაიბადე. ხვიბიში გათხოვდი პირველად და გასუნო. დედი. მოდი გავცვალოთ. იზოლირებული რამე. აღარ მოგბეზრდა ამ ჩემისებთან, ა? ელო. ეგრეც ვიცოდი. მეგონა მეძახდი. თუ როგორ ხუშია სასიკვდილი შენა? თქოარ მიწ. ძალიან შეგაშინა ელო. ხმა გამოდის ხო ჩემგან? გამოდის. Значит, ჩემი და ტრისტანი ისმის ხო? არაფერია მეც მესმის ხოლმე. რა გესმის? რა და სულ ის რო გელაპარაკება და შენ რო ხმას არ იღე? ისე რა ზელაპარაკოთ შეღამემდე. ელო, რამდენი წლის ახარ? მე და შენ მე მგონი ტოლები ვართ, ჰა? ორთავი ახალგაზრდები ვართ, ცხოვრება გვინდა. ეგრე გარბიზრო შეკაი ქალორო. ეს შენი ქმარი თუ მწერალი იყო, აქამდე სად იყო? რატო წერენ სიტყვით გამოვიდა ესა და ეს წერალიო და არ წერენ სიტყვით გამოვიდა მწერალი ვაჟაო. ტელევიზორში რატომ არ აჩვენებენ, ჰა? ვინას რატომ არ გაძლევენ? ეგ მაინც გამაგებინე ქალო დედა? აუ, მეტი რა ვქნა. მუშაობთ არა ისა კიდევ რა, თქვენს რა ოქროს ეზიდებით ზოდებით ამუშაობ. ამბობ მწერალიაო, ხო? გაუშვი საბავშვო იყო ჯანდაბას, უნივერსიტეტ დამთავრებული. შენა დაამთავრე? პედაგოგიური. ინსტიტუტი არა? აბა უყურე. ქალო, მაგდენი გისწავლიათ. ცხოვრებაში გამოჩენილ ხართ, ტელევიზორში გამოჩენილი მწერლების სახში დაგიდე და თქვენ რა გძინავთ, ელო? ჰე. მე თქვენ ადგილას ქვეყანას ავატრიალებდი, ელო? როგორ? როგორ და საქმის კეთებას მარიფათი უნდა.
ზიზია კაბები უნდა, ფრანგული დუხები უნდა, ის უნდა, ეს უნდა გაწიო წინა და მიდი. ნანანა ნინანა 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 ნანანა ნინანა ნინანა ნინა. საქმესაც იმ წელდი. და ქმარსაც გაიყოლიერდი. ქმარსაც გაიყოლიერდი. თუ არა დაიჯდეს აქ. თაფლი იყოს და დათვი თავისით მაიძებნება, ელო. კარგი, ხო ვიცი რომ შენ მაგი შემძლია რა. რა ხალხი ხარ, თავს გაყრა არ გინდა რა ფიქტიურად. აი სულ ფიქრობ ელო რომ ამ ჩემ მეზობლებს რით დავეხმარო მეთქი. აი მე რა კარგი ნაქსევია. ნეტა შენ რომ ამისთვის მოცლილი ხარ. ეგ იქით იყოს ელო და ჩემი და შენი ბინა ადრე ხომ ერთი იყო. გონი ერთი იყო. გონია და ტოროლა ერთი იყო, ერთი. განცხადებაც იმიტომ შემოიტანეთ შემოერთებაზე რომ მე ერთი იყო. და ისევე გავაერთიანოთ. გამოხსნათ აი ეს კარი. თვიხედოთ იმკას. კარგს იძლევა, ჩხუბი არ მოგვივა. ჭირი იქა, ხინი აქა. მერე ეგ შეიძლება? შეძლებით ყველაფერი შეიძლება ამ ცხოვრებაში ელო. ხლაპით ხელში დავდიოდი კარ და კარ. ნახლებინიკად ვიყავი აი აქა. ეხლა მიყურე. ქალაქელი ხო ვარ? ცენტრში ხო ვცხოვრობ? და ექვე მუშაობ მტრების ჯინაზე. სოფელში სახლი არა გაქვს? რატო არა რომ? სახლიც ამაქვს, კარიც ამაქვს და კაი ეზო კარბი დამოცა ბარნაბასი. მერე? რა თავში ვიხლი სოფელს, დაიწვას იმ სოფლის მომგონი. იქ რა ხეირი უნდა ნახოს კაცმა. როგორ გამოვავებ საქმეო რომ მეკითხები? იმ მუშტრისაგან აღებულ ფულსო და კიდევ რაღაცას წამომატებთ და კოოპერატივში შევიტანთ. ერთად? რათა ერთად? ელო. კიდეც ერთად იყოს, ჰა? შენ შვილი გაკლია მე კიდე ქმარი. ეს ხარ თკვილა, კადო იქ ქვილი აქ, ჰა? ბადარა, ჩემო ბადარა გოგონა. ჩემო ბადარა გოგონა, ჩემო ბადარა, ბადარა, ბადარა. მოდი შვილო, მოდი. ელისო როგორ არის? დღეს ექიმთან მივდივარ. გაიხადე. ეს ხინკალია, ჩვენმა ახალმა მეზობელმა გამოგიგზავნა შეჭრით. გაიხადე. რას აკეთებს? რას იზამს? წერს. ისევ მემუარებს? აბა როგორ? მოდი. დედა, ვაჟა მოვიდა. მოდი ბები გოგენა ცვალოს და ჯექი როგორ არის საქმე? არა უშავს. ელისო როგორ არის? კარგად. ხომ იცი ახლა ქვეყანას ბიჭები ჭირდება. ალბათ. ვაშკაცები ჭირდება ქვეყანას და აბა თქვენ იცით როგორ ვაშკაცებს დაუზდით სამშობლოს. მაგას აწყობილი აქვს საქმე. ჩემებს ვეღარ ვთოკავ. გაკვეთილზე ვეკითხები ფრანგი რომანტიკოსები მეთქი და ჟორესი, ტიგანა და პლატინიომ პასუხობენ. კარგად დაგიმახსოვრებია. აშაყირებენ. დედა ხინკალი გინდა? ვარგა. იცი რა სუნი აქვს? დაიღალე.
არ მოწიო რა, თუდად ხვდები. არა, დღეს მომიტანეს სკოლაში. უწყებაა მილიციიდან. შენ ხომ არაფერი იცი? იქნებ შენ მოწაფეებს შეემთხვათ რამე. არა მგონია. ვიფიქრე ლოლიტას ხომ არ უპოვნეს რამე გადამალული საქონელი მეთქი. აბა რა გითხრა? ისე უკვე ორი მაღაზია გამოიცვალა. არც ზოლიკოა მამა აბრამის ბატკანი. იმ დღეს ვიღაც ბიჭს ველოსიპედი მოპარა. გაგიჟებული შემოვარდა ლოლიტა. ხომ არ უცემია? არა, ვერ გამიგე. იმ ბიჭის დედა მოვიდა. ლოლიტას რომ დაუნახავს, ვერ მოუზომავს და გამოულანძღავს ისგან. მე მთხოვა მიაკითხე, მილიციაში არ მიჩივლოსო. წარმომიდგენია დოინ შემოყრილი გაავებული ლოლიტა. შენატყობა მოგწონს ლოლიტა. არა, მაგრამ ყველაფერი ბუნებრივი დამაჯერებელია და მომხიბლავია რა. მაინც მეწოდება ძალიან უჭირს. აბა მას მილიციას ჩემგან რა უნდა? ალბათ რაღაც შეცდომა. ო, ალბათ. ვაჟა, ლოლიტამ ველაპარაკა. მუშტარი მყავს, ორივე ბინა გავაერთიანოთ და გავყიდოთ. თან კოოპერატივში შესატანი ფულიც დაგვრჩება. მერე ბებიის ბინა როგორ გავყიდოთო, ეგ არა უხსნია? თან საკუთარი ხომ არ არის. შენ რა უპასუხე? რაც შენ? როდეში ინსპექტორი ჯაგარბეგის აზრის? მარცხნივ. რა გნებავთ, აქ დაკითხვა მიმდინარეობს. გაბრძანდით. უკაცრავ, დუბნის ინსპექტორი ჯაგარბეგი. როგორ ახარ, ომარ? აი, როგორ თქვენ იცნობთ ერთმანეთს? ჩვენ მეზობლები ვართ. მერე და შუაღამისას რომ არ ხატოს ამ თქვენმა მეზობელმა. ხან ხეზე, ხან სხვენზე ამძვრალმა. ეს ყველაფერი რომ აგრძალულია, არ უნდა შეაგნებინოთ ერთმანეთს. ომარი მხატვარია. მე მხატვარი ვარ, მხატვარი. ხატავ. აი. მოიცა ჯერ დაკითხვა არ დამთავრებულა. ამტკიცებ მხატვარი ვარო. ეს მოქალაქეც კი დასტურებს. დაუშვათ, კარგი. რატომ არ დახატავ მაშინ ამას? ან მე რატომ არ დამხატავ? მაინცა და მაინც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არ ღვევ წესრიგს და ხატავ. მე პეიზაჟისტი ვარ. თბილისის ღამისეული კოლორიტი მაინტერესებს. ღამისეული. დიახ, ღამისეული. მე შეიძლება გოიმი ვარ, მაგრამ ღამით მძინავს, გაიგე? მე კი მძინავს დღე. იმიტომ რომ ბუშავ. იმიტომ მძინავს დღე. თანდავ ხატავ ღამე. მაშ ამერიკაში რა ქნა? იქ რო დღეა, აქ ღამეა. იქ რო ზაფხულია, აქ თოვლი მოდის. ამიტომ იმასაც პალტოვითია, რომ მაგაშია საქმე, რომ თავში სულ ამერიკა გიტრიალებთ და აბნეული გაქვთ დღე და ღამე, აბა? და ჯაგარბეგი. შედი გვერდით ოთახში. შენ რაღაცა გიბარები. შენ ხომ მძინავს ღამე? შეიძლება? შემოდ. პასპორტი. აქ დაიბადა, ჩვენ უბანში. დიახ. ტაჯიკი. აქ არა, იქ. გდანის მასივი. მიკრორაიონი. კვარტალი. კორპუსი 84. აქ შენ ცხოვრობ. ამ ბინაში ვარ ჩაწერილი და ვცხოვრობ, რა თქმა უნდა, მე და დედამ მივიღეთ.
როგორ? დედა და მამა გაყრილები არიან? არა, რატომ? მამა ადრე გარდაიცვალა ახალ ბინამდე. გააგზელე. რა გავაგრძელო? სიმართლე გითხრათ მიყვირს, რაში დაგჭირდა. ამ წუთას გაკვეთილი მიცდება. სპრავკას მოგცემ? უბრალოდ დრო იფლანგება. დრო, ფული არ არის. რატო უნდა გაიფლანგოს? ძოლი? აქ არის ჩაწერილი? ჩემთან. სად შენთან? დედასთან თუ აქ? მე ჩემი მეუღლე და დედა ჩემი გლდანში ვართ ჩაწერილი ერთ ოთახში. აღრიცხვაზე ამიტომ აგვიყვანეს. შენ ცხოვრობ ბებიაშენის ბინაში. შენთან ერთად იმყოფება მაცხოვრებელი შენი ცოლი. აი? ახალი ამბავი თუ ცოლ-ქმარი ერთად ცხოვრობთ. ზემოთ შენ აჩვენე რომ ცხოვრობ გლდანში. ეხლა აჩვენებ რომ ცხოვრობ აქა. აბა ეგ როგორ გამო? ბებიის ბინას გათბობა არ აქვს. კეთილმოუწყობელია. უჭირს აქ მოხუც. ამიტომ გადავიყვანეთ გლდანში. დედა ჩემთან. ესე იგი თავისი ქალიშვილის ბინაში. მე და ჩემი ცოლი გადმოვედით აქ დროებით. დროებით? უკვე 7 თვეა ბინას იკავებთ უკანონოდ. ბებიის ბინაში ცხოვრება უკანონობაა? ეგ თქვენ ეგრე გონიას რა. კარგი. მოდი ესე გავაკეთოთ. გადაცვალეთ ბინები. ოფიციალურად. შენ და შენი ცოლი გადმოდით აქა. ოფიციალურად. ბებიაშენი კი გადავიდეს იქა. ოფიციალურად. როგორ ეგ ხომ სისულელია? ჩვენც აღრიცხვას დავკარგავთ და ფეხბურთი ხომ არ არის მეორე ტაიმში კარები გავცვალოთ. მაშინ კარგი. ეგ ყველაფერი უნდა დაწეთო. აიღე. დაწეთ. ახსნა განმარტება. მიდი. ოლხეთის სახელმწიფოში რომ მართლაც დიდად იყო განვითარებული ვაჭრობა, აღებმიცემობა და ამდენად ქვეყანა ეკონომიკური და კულტურული თვალსაზრისით მაღალ დონეზე იდგა, იმითაც იწდება, რომ ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ძველი კოლხეთის ტერიტორიაზე იმდენი რიცონის ფული აღმოაჩინეს, რამდენიც ალბათ არ რემონტი გაქვს? არა ბატონო გოგი, თქვენ გეძებდით. სულ სხვადასხვა ქვეყნის, სხვადასხვა სისტემისა და ნომინალის ათასობით მონეტები. თითქმის ყველა მაშინდელი დიდი სახელმწიფოს მონეტებს ნახავთ ახლა ჩვენს ჩემი სახლის იქით ვერ ვიცხოვრებ. მილიონებს ვთავაზობდნენ, მაგრამ არ შემიძლია. ჩემი წინაპრების სული ტრიალებს ამ სახლში. ხომ გეცმით? ბავშვობა ჩემი საკუთარი. შევსვი. დიახ. ნამდვილად. რა სამართლებთ მაგათ თუ ძმა ხარ? ყოველ ღამე ვიჭერდნენ. ამკრიფავდნენ ჩემი სტილოს საღებავიანად. ჰაიდე სამორიგეოში. მერე რას ხატავ? რატომ ხატავ? დღეა თუ ღამეა? რატომ გავს? და თუ გავს? ქურდობის გეგმას ხატავ. ორგან ბრძოლა არსებობისათვის. ბატონო გოგი, მიირთვით, ეს ნავცხვარი ლოლიტას გამომცხვარია. ეს ლოლიტა პირდაპირ კულინარიის დიდოსტატია. მადლობ. სიმართლე გითხრა მეც მეშინია. ახლა თუ ვინმე გადაგეკიდა ხო ვიცი. ყველაფერი დარჩით ადგილებზე. თქვენი გვარი?
გვინგნებავთ რა შეასწავლეთ? კითხვებს აქ ჩვენ ვიძლევით. ბინა თქვენია? კი. ესენი ვინ არიან? ჩვენა ვართ. ჩემი მეგობრები არიან. ამიხსენით ბოლოს და ბოლოს. თხოვთ ყველას წარმოადგინოთ საბუთები. ვისია ბინა მიპასუხეთ. ჩემია, აი, ჩემი მეუღლე. მომეცი. ეს ბინა ეკუთვნის ანა ალექსანდრის ასულ გავაშელს 1905 წელს დაბადებულს პარტიის ვეტერანს და პერსონალურ პენსიონერს. ჩემს ბებიას. ერთი წუთით. ინებეთ. აუხსენე ვაჟა. ეს ბებიის ბინა, ავად არის და თავის ქალიშვილთან დედა ჩემთან გადავიყვანეთ. მე და ჩემი მეუღლე კი აქ გადმოვედით დროებით. ესე იგი ჩაუწერლად ცხოვრობთ აქ. ნაწილობრივ სწორი აღმოჩნდა. რა ხალხია პირდაპირ გაგაგიჟებენ. რომელი საათია თუ იცით? ბატონო გოგი, თქვენი ჩარევა სწორედ რომ არ არის საჭირო. მე მენდეთ. რა მოხდა რა ამიხსენეთ? სიგნალი მოვიდა ქალაქის მილიციაში. ბინა უკანონოდ აქვს დაკავებული და ნაკურდალს იყოფენო ამჟამად. ისე ყოველ დღე გარყვნილებას ეწევიან. რა ხალხია გაგაგიჟებენ პირდაპირ. დარეკეს თუ განცხადება? ამას ვერ გეტყვით. ორივე. იქნება ამიხსნათ რას ნიშნავს ყოველივე ეს. ვინ ბრძანდებით? კახანინიძე, ქალაქის მილიციიდან ამყვანი ჯგუფის უფროსი. რისი უფროსი? ამყვანი ჯგუფის. ვიღაცას დაურეკია და შეუცდენია ეს ხალხი. კიჩივიან. ჩაუწერლად ცხოვრობს. უბნის ინსპექტორიც ადასტურებს. თქვენთვის ახსნა განმარტებას ჩამოურთმევია მე მგონი. თუ ასეა გაეცალეთ. ვინ მიჩივის? საიდან? ვის უნდა გავეცალო? სად? რატომ? ჯემა, ბიჭები გარეთ გაიყვანეთ და მანქანაში დამედოდეთ. მე ისეთი პროფესია მაქვს. ანგელოზმა გარეწარს რომ შემოჰკრას, ანგელოზი უნდა დავიჭირო. საჩივარზე რეაგირება საჭირო. მობრძანდი დაგვიწვიეთ. მადლობთ, ეხლა ვერ დავვრებ. ცოტა ხნით უნდა გამომყვეს. ხაღალდები ფორმალობა. თქვენი წამოსვლაა საჭირო. არაფერი? აბსოლუტურად. საკუთარი მანქანით წავიყვან. დავაწირინებ და მოbrunდებ. პასპორტი წამოიღეთ. პასპორტი ინსპექტორმა დაიტოვა. მაშინ პირადობის მოწმობა. გულწრფელად მაპატიეთ შეწუხებისთვის. ოდიში, კარგად ზანდებოდით. თქვენი იმედი მაქვს. რა აქნან მაგათაც ვიღაც ინტრიგანი გადაკიდებია და ესე ის დაგვეცენ ოპერატიულად. როგორ თუ აქნან? შემოვარდნენ საბუთები. ხალხმარი წაუყვანეს. გავარდნენ. მერთო ჩემო. ერთადერთი ქმარი. აუცილებლად გავყვებით ციმბირში. აბა არაფერი გაქვს, ვარწმუნებ, არა? აი ეს ერთი შვილი მომიკვდეს. ყდარზბას გეფიცები თუ რამე წამომეღოს მე იმ დაწყევრილი მაღაზიიდან. მეზობლებს აკითხეთ. აგე მასწავლებლის ოჯახია, უმაღლესი განათლებით არიან. იმათა კითხეთ თუ რამე წამომეღოს მე იმ დაწყევრილი მაღაზიიდან. რახან მე მაღაზიაში მუშაობ, ეჭვიც იმიტომ მოდით ჩემზე და რა. სახკარ შეხედეთ თვალს რა გჭრით. არ გავიგო კიდევ რამე. თორე მიცრე. სპეკულაციას არავინ გაპატიეს, რაც არ უნდა მარტო ხება დედა იყო. მეორედ ვეღარ გადამირჩა. არა ბატონო, არც მიფიქრია. ამას ნავთით გავწმინდა. ხომ დამსვავ ხოლმე. შენია და. თუმცა ვეღარ დაეტევი. სწორი ხარ. ამდენჯერ რომ მოგადგნენ, ვეღარ აკითხე ვინ გაგზავნით, ვინ ოხერით ხო? არ ამბობენ არაფრით. საკმარისია სტუმარი მოვიდეს. მაშინვე მილიცია მოგვადგება. წარმოადგინეთ პასპორტები. ვინ ხართ? წამოგბრძანდით სამორიგეოში. გავგიჟდები ნამდვილად მალე. მეც ეგრე რამაც იოყეს ამოხრებმა. აბა ხელფასი ჩემ ამტერმა იცხოვრა. მაგ გასტრონომში რა ჯანდაბა გამაჩერებდა. ახლა კი ბაჟა. ნება იმგოდეს წარმოგიდგინოთ. არ ამბობენ? იმ დავრეკის გვარს. ეს ხერი და ლერა ჯანკო და ზეები. რა ვიცი, არ შეიძლებაო და არც განცხადება მაჩვენეს და არც გვარი მისცეს. შემადგენლობ.
მაგრეიციან ყველა უხერდა მამაძაღს ხელი უნდა დააფარო. ელო. ვიღაცა ყავს ეზოში შეჩენილი ხო იცი? წერზე გვიჩივის. მარუაშვილების ქურის ამბავია ეგ. ხალი არ ვიყო თუ მე გარგავიკო. სულ მაგის ნაკნარია ჩვენი აწილკება. რა ხდება ვაჟა? შედი სახლში, შედი ახლა სახლში. არაფერი. შედი. ვინ იყო? რამდენი იყო? არ გახსოვს ხო? რამდენჯერ შეიძლება გითხრათ? ჩემი ბრალი იყო. მივდიოდი ქუჩაში ნასვამით, შუაღამით. მეტრო დიდუბესთან. იქ იდგნენ ბიჭები, სიგარეტი მთხოვეს. მომეჩვენა თავხედურად. ატყდა მერე ჩხუბი. მათი სახეები არ მახსოვს, ბნელოდა. ხო, ეგ ჩემი რაიონია. გაუხსნეს საქმეთ მაწერია შენი ჩვენება. ახლა შენ თუ გინდა დამალევ, მაგრამ მეზობლებისგან შემოვიდა სიგნალი, რომ ეზოშიც რაღაცა დაგიშავებია. არა, იცი რა, მოეშვი ამ ღამის ხულიგნობასაც თუ ძმა ხარ. არ გინდა. აბა სხვა? კი ბატონო. დაწერეთ, რომ ჩემი რაიონია. დიდუბის მეტროსთან რომ საპირფარეშოა, იქ შეხვედით. შენ ხარ ჩემი ბატონი, პატარა საქმეზე. ო, მაგარი მთვრალი იყავი, თავი ვერ შეიკავე. ფეხი აგიცურდა. ო, იქ შველერები არ კინებია. და ფედი გაიხიეთ რა. ჭრილობა არა, ღრმა. დანა დასმულია და არა დარტყმული. რაღა ტუალეტში და სიბინძურაში უნდა მაკოტრიალო, შეკაიკაცო. ფანტაზია თუ არ ყოფნის, სუფთა ვერსიას მე მოგიგონებ. არ გინდა დააჭერინო გარეწრები, ხო? კი ბატონო. მე რეიტყამთ თავში ხელს. რა მომიტანე ელისო? კარგად ბრძანდებოდეთ. გამოჯამთელებას გისურვებთ. როგორ ახარ? დამაკმაყოფილებლად. ხომიცი შენთან არ ვეწევი. ბატონმა გოგიმ გიკითხა. იყო უკვე. რა მოხდა? დოლით არ ველაპარაკება. რატომ? მეზობლებში ამბობს ფაქტიური ქმარი დამაკარგვინა. ტრისტანი მაგათი გულისთვის პაბექშია. სოლიკო საამყოფოში უწევს. სულელია ეგ ქალი ხომიცი. შენ როგორ ახარ?
ერისო. ბავშვი. იმიტომ არ გამოჩნდი ამდე ხანს. უცხება მიიღე? კი. მერე? რატომ არ გამოცხადე? ბიულეტენზე ვარ, ავად ვარ. იცი. გამოდენა კაცი, განების ტრიალებში დადიხარ. თრალი. და კიდე მასწავლებელი გქვია. მომბეზდა. გულახდილად მოიქეცი. აღიარე და მოგეშვება. წყალდაგალეინო? რა აგნებავთ ჩემგან? გულახდილად მოყევი, როგორც იყო ყველაფერი. დიდუბის მეტროსთან მშენებლობაზე გადავძვერი. ეგ მე არ მაინტერესებს. ეგ ჩემი რაიონი არ არის. აბა რა გაინტერესებთ? თუ არ გინდა გულახდილად დაეხმარო გამოძიებას, მაშინ ამას დაგიკითხა. ამა წლის 19 ივნის ღამის 11 საათზე მოქალაქე შენ უპარტიო ცხოვრები გლდანის მასივში იყო რა ძლიერი ალკოჰოლიზმის მდგომარეობაში შეუვარდა მის მეზობლად კანონიერად ცხოვრებ მარტოხელად დედას ელეონორა ჰამლეტის ასულ ცურციძეს და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა შვილიანად ცემა შევარდნის შედეგად დაზარალებულმა აღიარა რომ არ უნდათ მისი გაუპატიურება, არამედ პირდაპირ ბინის ხელში ჩაგდების მიზნით ცემეს შვილიანად. ბინა, რომელიც ამჟამად დაკავებული აქვს მოქალაქე შენ თავისი ცოლით ატარეკუთვნით ოფიციალურად, მაგრამ აგრესიულად სულ მოითხოვენ ამხანაგ ცურციძის მარტოხელა ბავშვიანი დედის ბინასაც ჩხუბით. აღნიშნული ცემა ბოროტი ხულიგნობის გამოყენებით მიმდინარეობდა საზოგადოებრივად. მეზობლებისთან დასწრებით, რომლებსაც ეძინათ. ცემის პროცესში მოქნეულმა მცირეწლოვანმა ბავშვმა სოლომონ მუსტაფას დე ცურციძემ თავი კედელს მიახალა და დატრაუმირდა. მოთავსებული იქნა სასწრაფოთი საავადმყოფოში. სასამართლო ექსპერტის დასკვნას ელოდება წოლით. რას გვიპასუხებთ? პასუხად. ბრწყინვალე სტილია დაცული. სამწველი მაგარად გჭირდება. 228 მუხლის მეორე ნაწილი გიდგება. ბოროტი ხულიგნობა. 2-დან 5 წლამდე. თქვენ ერთი რამ გამოგრჩათ? რა გინდა? იმ საღამოს მეტრო დიდუბესთან დავტრამვირდი და საავადმყოფოში მომათავსეს. ხოცმა ყავს? მერე. ეგ ყველაფერი მერე იყო. რა მერე? აი ხომ ხედავ. ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. შენ სახლში იყავ. მეზობელი მარტოხელა დედაშვილის ცემე ხულიგნობის გამოყენებით. თრალმა ბავშვს თავი გაუტეხე. მერე შეგეშინდა და გაიქეცი. სადმე შეიძლება გამოვიდე ჟესტს, როცა მირბოდი. როცა ელეონორა ჰამლეტის ასული ყვირო და მილიცია. მაგრამ თუ გინდა იცოდე, შენ თვითონ მიიყენეს ხეულის მსუბუქი დაზიანება. ძალიან რომ შეგეშინდა. რომ მერე საავადმყოფოში დამალულიყავი მართლსაჯულებას. რა მივიყენე? თავი დაიჭერი რა. ეგეთ ცალკე მუხლია. თქვენ ჯაფრთელი ხართ? პოლიპები მაწუხებს. შენ ქურდები აშაღირე, იქ რო შეხვალ, ციხეში. მეზობლებს რაღაც უშვებით. მეზობლები სწორად აჩვენებენ. ეძინათ და ესმოდათ, მილიცია. 10-11 საათზე როგორ ეძინათ? ვა, შენთან ჩამოვლენ და კითხავენ, ვაჟაჯან დავიძინოთ თუ არა. უნდათ და ეძინათ. საკმარისია, მეც აღარ შეგაწუხებთ. შენ მე რა უნდა შემაწუხო? ქალაქიდან არ გახვიდე. შენი საქმე, მოსაკვლევად, მე მაქვს ჩაბარებული. აბა. ნახვამდის. კომოცია უწერია ანამნეზით. ანალიზები აუგეთ, არც მათ არც გასინჯო, არ დადასტურა ანამნეზი.
ბავშვმა ის დავტოვეთ თედის დაჟინებული თხოვნით. ველოსიპედიდან არის გადმოვარდნილი მაინც. რატომ? მარტო ხედავ და ბავშვი სოფელში მინდა დავიყვანო სამსახვიანი დავეთხოვო და თხოვა კომოცია ჩამეწერა. ეგ ტყუილია, საქმე სერიოზულია, მაგ ბავშვის ცემას მე მაბრალებენ. მილიცია აჩარეული. უკასრავად არ ვიცოდი, მეგონა? მე არ ვიცი თქვენ რა გეგონათ, ბავშვი ჯანმრთელია? ეხლა სადღაც დარბის. ხო და ისე მოიქეცეთ როგორც სინდისი გიკარნახებთ. ნახვამდის. დავწეროთ მაშინ რომ 16 წელია რას მაგბინაში ჩაწერილი ხართ. მთელი ამ ხნის მანძილზე მეზობლები გეტავებიან მაგბინას უკანონოდ. ამოვწიოთ საბუთები და მიმართოთ განცხადებით. ახლა რა გარკვე? მართლა დაუწვენია სამართყოფოში. ტვინის შერყევის ნიშნები გაუთამაშიათ, ბიჭმა აღებინაო. მაგრამ ანალიზებმა არაფერი არ აჩვენა. ამას ძიებისთვის მნიშვნელობა არა აქვს. ტენდენციას გააჩნია. კომოციას დიაგნოზით დააწვინეს, ხო? კი, ანამნეზით. 21 დღეს უმიზნებენ წოლას. 228 მუხლის მეორე ნაწილი. ბოროტი ხულიგნობა. სხეულის მსუბუქი დაზიანებით ან შეიძლება ნაკლებად მძიმეც მოახერხონ თუ დრო ეყოთ. სწორად უთქვამს ჯაგარბექს. ხო, ექიმი? რა ვიცი? ფული ექნება აღებული. ბავშვი უნდა გამოწეროს და ფული უნდა დააბრუნოს თუ ჭკუა აქვს. ასე ყველას დაჭერა შეიძლება. შეიძლება თუ მოინდომა კაცმა ან ქალმა. ფრთხილად იყავი. ასე სერიოზულია? შენ გებრძვიან. დასკვნები აქედან გამოიტანე. დიახ, მამალაც. მამა შენ ახლა მომისმინე. გახსოვს სექტემბერში რომ დამირეკე. შენთანაც ვიყავ. ო ისევ ბინაზე. უკანონოდ ცხოვრობდა ამ ხნის მანძილზე? ეხლა უკვე მოასწრო გაფორმება. ესე იგი მე ბებიის ბინაში არ დამაყენეს და ეგ ამ ხნის მანძილზე ჩაუწერლად ცხოვრობდა. რა განცხადება? საჩივარი აღმასკომში ჩემზე. ახ თქვენთან. ვინ აწევს? ო, კარგი რა, ხვდები. ნახვამდის. ო, ფრთხილად ვიქნები. შარო საიდან მოდიხარ? შენი ბიჭო სახში, ამ გათახსირებულმა ბავშვი მოვიკლა კინახა. დასიცხლიანებული დავაწვინე სამოწყობში და არ მივარდნილა დღეს ეს ხეცი ეს ნადირი ესა. ამად მყოფი ბავშვი გამოაგდებინა ექიმებსა. მაცადე შენა რკინის ქალამაც შავიცმევ და მე ქალი არ ვიყო, ლოლით არ ვიყო, ცურსიძე თუ შენი თავი არ დავაჭერინო შენ ხეცო, შენ გათახსირებულო შენა. შენა გაგიჟდი ლოლიტა. მეზობლების მაინც არ ცხენია? ქალთა კომიტეტში მოსკოვამდე ჩავალ მაცადე თქვენა. ხდება ვაჟა, ვერაფერი ვერ გამიგია. რა ხდება? რას ხულიგნო ბიჭო შენაკა? უპასუხე, უპასუხე. შედამყალო შენა. მინამ ზემოთ კაცი ყავს, ეგრე უნდა დავჩაგროთ. მარტო ხელა უქმრო დედაშვილი შედამყალო შენა. ბავშა და კაზმოერიაში ოყოლაყო შენა. თქვენ რა ყველანი გაგიჟდით? ლოლიტა, ვინცემა, შენი სოლიკო. აბა მაჩვენე. მოგზანდით, რა გნებავთ? აი ახლა კისერს გამოგჭრი. ვაჟა! შემართლა და ყველაფერი ჩვენთან დასწრებით ჩაიდინე. ანხელა კაც ჭკუა არ აქონია. ჩერიესოს
თორკი მიყლავდა. ბავშვი შაკალახი ეს დამპალი. ნაბიჯვარი ესა შედამპალო, შეთვალებს ამოქხრი შედამპალო შედა. ნაბიჯვარი. შენაბიჯვარი შენ. მე შენ გიჩვენებ ხეებსა. მე შენ გიჩვენებ ხეებსა. შედამპალო შენ. მეტი მოწმული. ჩვენ ახლა ვარ, შენ ახლა ტაქსით წამო. ეგრე აჭო. ზად. რამეზნით შეუვალეთ სახლში. ცოლი შემიშინა. მე ეგ საკმარისია იმისათვის, რომ ბავშვს დაუტრიალოთ. მე დანა არ მდებია. სპორტული პიჟამა მეცა უჯიბო. ესე იგი ამტკიცებთ, რომ დანა ბინაში შევარდნილმა იქ აიღეთ. გააგზილეთ დაგიწვა. მას დანა იქ აიღეთ. დანა არ ამიღია. წავართვი. ოპერატიული ჯგუფი ლეიტენანტ ბახუტაშვილის მეთაურობით ჩვენებას იძლევა, რომ დაკავებისას თქვენ დანა ხელში აღმოგაჩნდათ. ამაზე რა სიტყვით? სიმართლე გითხრათ, ბახუტაშვილის ჯგუფი ვერაფერს ვერ აჩვენებს. დადგმული იყო ყველაფერი. დანა კი სოლომონს წავართვი. იმიტომ მეჭირა ალბათ ხელში. ზუსტად არ მახსოვს. ლელო, იმის ვაჟკაცობას კი არ ყოფნის აღიარო დანაშაული. ლატირაკზე დანითი კაცები და თავი კაცი გონია. მე თქვენ საერთოდ არ მოგცემთ ჩვენებას. ამას რა ეტყობა მასწავლებლობის? პირწავარდნილი გარეწარია. მე შენ მთელ წარსულს ამოგიქეკავ. კაცი არ ვიყო. რკინის კალამნების ჩაცმა არ დაგავიწყდეთ. მამა აბრამის ბატკნად მოგავს თავი. ჩვენებებს კი შეიძლება თითქოს პირველად არ ახარ პასუხისგებაში. უბრალოდ შენზე ჭკვიანი ვარ. მე შენ ნიღავს ჩამოგახე. და ნამდვილად პატიოსებას. ხასერით გაამწარე. ჩემი არსებობით. შენ არ მიმტკიცებდი ბინა შენია. გასაღები ხელში გაქვსო, შენ არ მიმტკიცებდი? მთელი ქალაქი ეხმარებოდა. წერლების მდივანი, დეპუტატები, რამე. განცხადებას რომ მაწერინებდი, შენ არ ჭიკჭიკებდი, შენ არ მიმტკიცებდი, ციხეში ამოვალპობო. ვეღარც ერთი ტვინის შერყევის ცნობა გააკეთე. რა უნდოდა? ეხლა ჩემთან ჩხუბობ, არა? ერთი შენი მილიციაში მომყვანი დამანახა ისე შორიდან. ტვინის შერყება რად გინდოდა, შენ თვითონ ტვინს შერყეულო, დანით ხელში დაგაჭერინე და მაგის გაშვება იქნებოდა? ცხვირიდან გადენიცოდე იმ აყუც. შენენა დაიმოკლე. მე ვიცი შენ რასაც დაგიმოკლებ, ჩათლახო შენა. საქმე ძიებაში შეწყვიტე, ხო მალანია? რამდენი დაჭი დაარიტყვი? შენი უფროსისა და ბრძანდება. მივლინებაშია. მაშინ დამეთეს არა, როცა მჭირდებოდა. აი ერთი ძმისური არ წამიწყდეს, თუ ცხვირიდან არ გადინოთ. მაგის ცოლსაც რომ ჩავთავ საქმეში, მაშინ მიყუროს, აეგრე გადაეცი. ერთი სირისიანის გულის თვინა ოთახს ავკარგავ. ქალაქის პროკურატურა ჩაერია. წერლები, დეპუტატები მოგვერენ. იმ ნაჭღაბნებისათვის? წერლად ითვლება მაინც. ჩვენთან ერთი მოთხრობას რომ დაბეჭდო, საზოგადოება სახელმწიფო გაფასებს. საზოგადოება არა ისა კიდე. ფული დახარჯა ლობიომა ფული. მეზობლები ვირთხებივით ამყავდნენ გამოჭერილები. დანიანა დავაჭერინე ხელში და მაგის გაშვება იქნებოდა? ისდან არ დაუტკიცდა. ბახუტაშვილის მილიციელებს შეეშინდა და გადათქვეს ადრინდელი ჩვენება.
არა გუშთა ლობიო. რა ეკნება ხუთაშვილს? რა ეკნა და ეცოტავა მაგასაც. ოხ, ქალი არ ვიყო, ლოლიტა არ ვიყო ცურცი და თუ მოსკოვს არ ჩავიდე. რკინის ქალამაც შავიცმა და დედა. ხალხი! მამე ვინღა მიპატრონებს. ვინ დამიდგება გვერდითა. ამოწოლა ქვეყანას მე მარტო კამ როგორ უნდა ვებრძოლო. ერთი ძმა მყავდა და ისიც მომიკლეს. მეც ხომ მინდა ცხოვრება. სულ გადაღლებული უმაქვს ყოფნა. ეს ბიჭის დასაბინოებელი მყავს ხელზე და იმოდენა ფული ვესადა მაქვს რომ ყოველას ხელში გაძლივოთ. როგორ გაჩერდი? დავშვიდი. სხვა გზებიც არსებობს. ეგრედაბერი შენი შიშით მაგმინაში არ გაჭეჭანდება. ეგენიც დღეს სხვა გავლენ მაქედან. რომ არ წავიდნენ? ეგეუბნები წავლენ აუცილებლად. მე მაინც მერჩივნა ციხეში მჯდარიყო. უფრო დამშვიდდებოდი. კარგი გეყოფა. ზედმეტებს ნუ მოითხოვ. ბინაკი დაჭირა არა. ხომ ვერ გამოგდის. ეგეც გონს მოვიდა. მოეშვი. კალმისტარი და ფურცლები რომ შემომიგზავნე, შენ გეგონა მართლა დავწერდი რამეს? ეგ ვისჭირდება. კაცი პროდუქტი ყოფილა თურმე დროის. ეგ აქ არავის არ ჭირდება. მე მჭირდება. შენს მეგობრებს, ხალხიც ხომ არსებობს. ხალხი ლოლიტა. სულში იმდენი ჭუჭყი დამიგროვდა. დაიწმინდება როდესმე არ ვიცი. დაიწმინდება.